UFC. Please welcome to the rage from Brazil, Jonas Panos Barreno. And now welcome to the rage his opponent from Georgia, Natar Khodokashvili. Natar Khodokashvili, Georgia. Natar Khodokashvili გამოდის მეგობრებო 4 წლიან პაუზის შემდეგ ის ბრუნდება საქართველოში, რაც როგორც მისგან გავიგეთ გუშინ პრესკონფერენციაზე ძალიან ემოციურია მისთვის ეს ყველაფერი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დღეს გამარჯვება და კამარი საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის კამარი საქართველოში დატოვოს. დანარჩენს კი უბრალოდ ბრძოლა გვიჩვენებს ვინ უფრო ძლიერი იქნება დღეს. Natar Khodokashviliზე მინდა რომ ორიოდესი თქვით გითხრათ ის ძალიან გამოცდილი მებრძოლია, მასაც ნაბრძოლი როგორც ურაია ჰოლთან, კარგად თქვენთვის კარგად ნაცნობი UFC-ს ყოფილი მებრძოლი და ამით იმის თქმა მინდა რომ Natar Khodokashvili არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლი და მას აქვს ძალიან ბევრი ბრძოლა ჩატარებული ძალიან ბევრ პრესტიჟულ ორგანიზაციებშიც. დღეს კი ის IFC-ის რეიჯზე გამართავს მორიგ 30-ე საიუბილეო ბრძოლას. Representing your official, Supervisor Ben Kornmeyer, free judges at ringside, scoring this championship now. Goran Marcia, Nika Brekvadze, and Lady Avalashvili. Your timekeeper, Sandro Otiashvili, and your referee judge, Marco Royerson. Introducing to first fighting, out of the blue corner. He's 39 years old, standing 178 centimeters tall, weighing 88 kilograms even. His professional record, 43 victories and 20 defeats. Ladies and gentlemen, representing Shooter Boxing and R1 Jiu-Jitsu from Brazil, here is Jonas Panos Barreno. And his opponent across the range, fighting into the red corner. He is 34 years old, standing 181 centimeters tall, weighing 88.5 kilograms. His professional record, 21 victories and 8 losses. Ladies and gentlemen, representing Gori, Georgia, here is Natar Khodokashvili. Red corner, blue corner, center of the rage. Co-main event, championship bout, 5 rounds, 5 minutes. You both know the rules. Listen to my command. Protect yourself at all times. Make it a good match. Shake hands if you want. არ ჩამოართვეს თუ ჩამოართვეს ბროს ძალიან კაცრად გააფრთხილა წესებზე ჩვენმა რეფერიმ ორივე მებრძოლი კი შენ გეკუთვნის ეგ ამბავი და უნდა თქვა რომ მართლა მებრძოლებთან თქვი ვაკო როგორც არის თუნდაც ურაია ჰოლი UFC-ს ყოფილი მებრძოლი და 29 ბრძოლა, ორჯერ მეტი აქვს მაგრამ ხარისხს გააჩნია კიდევ. კი, რა თქმა უნდა, თან მინდა ისიც ვთქვა, რომ როდესაც ბოინო ახლა ასაკშია, მაგრამ როდესაც მას ბრძოლები ჰქონდა დაწყებული წელიწადში 4-5 ბრძოლაც კი აქვს ჩატარებული, რაც ძალიან ესე რომ ვთქვათ იჩრომას მოითხოვს და დავბრუნდეთ ახლა უკვე ორთა ბრძოლაზე. ნოდარი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ესეც აღნიშნოთ და სასიამოვნოა რომ დაბრუნდა თან ჩვენს ორგანიზაციაში. Natar Khodokashvili. აი ხამ ცდილობს რომ ფეხია აიღოს და ტეიქდაუნი გაუკეთოს ნოდარმა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს ბოენო, ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება ბოენო.
აი ხა ცდილობს წაქცევას, მაგრამ არ გამოსდის ნოდარს. აი კარგად მუშაობს ეხლა მუხლებით. აი ძალიან კარგია ეს მუხლები, აუცილებლად მოიტანს შედეგს. აი კარგად მუშაობს კლინჩი, ჯერჯერობით კლინჩი ძალიან კარგად მუშაობს, ნოდარი არ აჩერებს დარტყმებს. Action! იმში და არა აი რა ბოენო მოახერხა? კი რაც ვთქვი ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერია ჯოანეს ბოენო. მაგრამ ეხლა ნოდარი არ აძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას. ძალიან გამოცდილია ნოდარ კუდუხაშვილი და დარწმუნებული ვარ რომ ამ სიტუაციიდან მოახერხებს გამოძრომას თან ნახეთ როგორი გულშემატკივრობა მიდის ეხლა ნოდარ კუდუხაშვილის, მაგრამ ეს ძალიან კარგი დარტყმა გაუტარა ჯონეს ბოენომ. ნოდარ კუდუხაშვილს ერთით აწევა ბოენო და ფულ მაუნტია, ეხლა ძალიან კარგი პოზიცია აქვს. და გადაატრიალოს უბრალოდ ვერ ახერხებს გადატრიალებას. ხილზე წავიდა კუდუხაშვილი. აი ხა თუ საით კონტროლში ხა აქედან შეიძლება რომ ის დაახჯოს, მაგრამ არ მგონი არა აი აჩვენა რომ კარგად არის, დიდი ალბათობით ვერ ატანს ისეთ ძალას რომ დაახჯოს ნოდარ კუდუხაშვილი. პირიქით შეიძლება მოხდეს რომ ენერგია დახარჯოს ამ დროს. სუნთქვა აქვს ნოდარს თან. აი ხა აი ზუსტად დაიძვინა თავი, მაგრამ უნდა წამოდგეს, აუცილებლად უნდა წამოდგეს ეხლა ნოდარი, აუცილებლად უნდა წამოდგეს. აი ფეხი კარგად უჭირავს, თუ არ ზურგი არ უნდა მიცეს, ბრაზილიელია მაინც ჯონას ბოენო და ძალიან კარგად ვიცით ბრაზილიელები რა დონეზე ფლობენ ჯიუ-ჯიტსუს. ასე რომ გება ფეხზე ვითომ კუდუხაშვილი. მაგრამ ამ ასეთი წონის ტარება ძალიან დიდ ფიზიკურ არაფერსაც არ მოხდა თუმე ეს ყველაფერი ნოდარ კუდუხაშვილისთვის. ძალიან კარგად გარჩი გადავიდა, ეხლა მოიშორა ბოენო. ეხლა ეს არა, სამკუთხედს ვერ კრავს, ძალიან კარგად უდგას ეხლა გრაუნდში კარგად დგას ეხლა კუდუხაშვილი და უნდა გააგრძელოს, უბრალოდ დარტყმები უნდა იმუშაოს, რადგან ნახევარი რაუნდი თითქმის ბოენოსი იყო და ეხლა უნდა შეეცადოსო კარგი დარტყმებით ეს რაუნდი წამოიღოს უკან. უნდა გააგრძელოს აუცილებლად ხა მუშაობა სეტკასთან ნოდარ კუდუხაშვილმა. დარტყმები უნდა გააგრძელოს, რაც თავარია ბევრი დარტყმა უნდა მიაყენოს ეხა. აი ცდილობს კი მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, ან ეხა ცდილობდა საით კონტროლში გადასვლას, ისეთი კარგად ქონდა აღებული, მაგრამ არ გამოვიდა. კარგად უნდა დაბრუნდეს გარჩი ეხა კუდუხაშვილი, არ უნდა მიცეს ბოენოს რაიმე მტკივნეულის ან მახრჩობელას გაკეთების საშუალება. აი კარგად აკონტროლო, რა კარგი მარჯვენა, ძალიან კარგი მარჯვენა გაუტარა ეხა კუდუხაშვილმა აგრძნობინა ნამდვილად ბოენოს. ესე რომ ვთქვა ძალიან რთული სიტუაციიდან გამოძრა ნოდარ კუდუხაშვილი. აი ხა კარგად აქვს აღებული კისერი, თუ საით კონტროლში გადავა შეუძლია კიდევაც, მე მგონი რომ ფეხი უნდა ამოაძროს რამენაირად, ფეხი უნდა ამოაძროს და გადავიდეს საით კონტროლში. არა, ვერ მოახერხა. კარგად აიცვა თავის ბოენო. გაათანაბრა მაინც უნდა ვთქვა. კი, გაათანაბრა. უბრალოდ დარტყმებს თუ გააგრძელებს, შეიძლება ამ რაუნდის უკან წაგებაც. აი ესე კარგია, დარტყმები უნდა გააგრძელოს აუცილებლად და ეს რაუნდი რაც თავი 20 წამი დარჩა, ესე უნდა დაამთავროს ზევიდან და აქტიურობაში და დომინაციაში უნდა დაამთავროს, თორე ჯონას ბოენომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა პირველ რაუნდში, ძალიან კარგი კონტროლი შემოგთავაზა. 6 წამია დარჩენილი ბრძოლის დამთავრებამდე, პირველი რაუნდის დამთავრებამდე უფრო სწორად და დასრულდა პირველი რაუნდი დასრულდა. ნოდარ კუდუხაშვილმა გამოაწვევა თავისი შეცდომა პირველ რაუნდის საწყის წუთებში, რაც დაუშვა და ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოვიდა წამოიღო. დიდი ალბათობით ეს რაუნდი ფრეშ შეიძლება დაფიქსირდეს. მაგრამ როგორც ვიცით, წინ 5 რაუნდიანი კიდევ 4 რაუნდი გვაქვს და ნახოთ მებრძოლები რას შემოგთავაზებენ. მაგრამ როგორც ნახეთ, ჯონეს ბოენო ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და ძალიან გაუჭირდა კუდუხაშვილს, ნოდარ კუდუხაშვილს ამ სიტუაციიდან გამოძრომა. ნახოთ
კუთხეებისგან თაური ეხლა სწორი რჩევა დარიგებები უნდა მიიღოს როგორც ნოდარმა ასევე ჯონას ბოენომ რადგან არის რაღაცეები შესაძლებელი როგორც ერთის ისე მეორის ტაქტიკაში ლაშარ შელიას ხედავთ ნოდარ კუდუხაშვილის კუთხეში ძალიან გამოცდილი მწვრთნელია ის და Round 2. გარჩევებს მიცემს ახლა ნოდარს მეორე რაუნდის სტარტზე ვარ და მეორე რაუნდი დაიწყო მეტი უნდა იმუშაოს ნოდარმა დგომშიო ეს ძალიან კარგი ფრინავი მუხლი მაგრამ არა ნოდარმა ისევ გადაიყვანა ნოდარმა ეხლა და ძალიან კარგ პოზიციაშია ბოინოს გარტში იმყოფება აგზელებს დარტყმებს აი ეს პოზიცია ნოდარ კუდუხაშვილმა კარგად უნდა გამოიყენოს და გამოიყენოს ფულმაუნტზე აპირებს გადასვლას ეს ფერს უკვე გაცდენილია ნოდარ კუდუხაშვილი რამენაირად მეორე წამოაძროს გაცდეს და უკვე ძალიან კარგ პოზიციაში აი ამას აპირებს და აკეთებს ჯერჯერობით უბრალოდ იონას ბოინო კარგად უშლის ჯერჯერობით ხელს ნოდარს იდეალური პოზიცია აქვს აი ესე დაისვენოს დარტყმები და კი აკონტროლებს ჯერჯერობით მაგრამ ბრაზილიელი ქვევიდან ძალიან სახიფათოა ჯიუ-ჯიტსუ ასე ვთქვათ მათი სამშობლოდან არის და მაგრამ ნოდარის ესე ვთქვათ ჭიდაობას კავკასიურ ჭიდაობას ჯერჯერობით ვერ უხერხებს ვერაფერს ჯონას ბოენო კაპი ხო არ გამოუვარდა კუდუხაშვილს არა საჯი დაინახავდა უცებად შეამჩნევდა დიდი ალბათობით ამ ყველაფერს აი ესე უნდა ჩააწევნოს თავი ნოდარ კუდუხაშვილმა ეხა ერთ ფეხსაც თუ გაცდება აი ამას აპირებს ახლა კუდუხაშვილი და მთავარია კონტროლი და პოზიცია არ დაკარგოს აი ამ მომენტში თორემ შეიძლება გადავიდეს მართლაც და მერე უკვე ძალიან გაუჭირდება ბრაზილიელს ცოტაც და არა და კარგი მცდელობა ქონდა ნოდარს აი ესე კარგია იმ ხრივ გიორგი რომ ძალიან დიდი კონტროლი აქვს ნოდარ კუდუხაშვილს ფაქტია ძალიან ბევრს აკეთებს საით კონტროლში იმყოფება უბრალოდ აი ამ ფეხს ძალიან კარგად უბლოკავს ეხა ჯონას ბოენო რადგან ვერ გაცდა როგორც კი მაგ ფეხს გადმოაგდებს ფულმაუნტში აღმოჩნდება და ძალიან ესე ვთქვათ დიდი უპირატესობა იქნება ნოდარ კუდუხაშვილის იმისთვის რომ აი ხა თაურია კიმურაზი არ დაიჭიროს არა ამოაზრო ხელი მაინც აი როგორც თქვი ძალიან საშიშია როგორც ქვევიდან პარტერში ქვევიდან ბოენო რადგან ბრაზილიელია და ჯიუ-ჯიტსუ ძალიან კარგად ფლობს ისიც ასრულებს დარტყმებს ნოდარიც კარგად უბრუნებს დარტყმებს საბოლოო ჯამში ძალიან ესე რომ ვთქვათ კარგი გრაუნდ ფაუნდი მიმდინარეობს სანახაობრივი გრაუნდ ფაუნდია და ნახოთ ეს საით არა ისევ გარტში დაბრუნდა ეხლა ნოდარ კუდუხაშვილი ბოენოს გარტშია კარგად აქვს შეკრული გარდი ბოენოს მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ კუდუხაშვილის წისქვილზე ასხავს წყალს რადგან კონტროლი მას აქვს თითქმის მთელი მეორე რაუნდია დომინირებს ბოენოზე დარტყმებსაც ასრულებს აი როგორ გულშემატკივრობენ ეხლა ნამდვილად ჭირდება ნოდარს გულშემატკივრობა ის კარგი დარტყმებს აყენებს კარგი კონტროლი აქვს ნამდვილად კუდუხაშვილს კი და ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან კარგი კონტროლი აქვს ჯონას ბოენოს პარტერში რადგან აი ძალიან ეხლა ამდენი ხანია ცდილობს ფულმაუნტზე გადასვლას და აი საით კონტროლში მაგრამ აქედან არ უნდა გამოძიოს უნდა წამოდგეს კუდუხაშვილი არა ძალიან ცუდი ტექნიკური შეცდომა დაუშვა მან ამ წუთას ამ დროს უნდა წამომდგარიყო ეხლა ძალიან ცუდ პოზიციაში არ აღმოჩნდეს სათავარია და კიმურაზე მიდის შეუძლია კიმურაზე მაგრამ არა გადმოტრიალდა იგრძნო ეს საშიშროება კიმურას საშიშროება იგრძნო ბოენომ და გადმოტრიალდა აღარ დააწადა ნოდარს ესე რომ ვთქვათ მტკივნეული შესრულების საშუალება როგორ შემატკივრობენ ეხლა მთელი დარბაზი ნოდარ კუდუხაშვილს ისევ კონტროლს ამყარებს ბოენოზე ეს რაუნდი თითქმის მთლიანად კონტროლი აქვს კუდუხაშვილს გარდა იმ რამდენიმე წამიანი მონაკვეთისა
და წყნარად მეორე რაუნდი მიყავს, მაგრამ და შეგახსენებთ მეგობრებო, 5 რაუნდიანი ორთაბრძოლა ეს და აქ უკვე გამძლეობაზე და ნერვების თამაშზე მიდის ყველაფერი. რეალურად ეს ყველაფერი გადაწყვეტს. მესამე რაუნდი ნახოთ როგორი იქნება. ფაქტია რომ ორი რაუნდი წამოიღო ნოდარ კუდუხაშვილმა და შესანიშნავი იყო. პირველ რაუნდში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ პირველი რაუნდის ბოლოს უკვე მოახერხა იმდენი რომ გადატეხა კი ბოინო და შეიძლება პირველი რაუნდიც კი წამოიღო, მაგრამ მეორე რაუნდი უკვე აბსოლუტურად მისია, მაგრამ წინ საჩემპიონო რაუნდები გველოდება და ნახოთ საჩემპიონო რაუნდებში საერთოდ სხვანაირად გამოიყურებიან მებრძოლები. ბატონო, ორი რაუნდი წამოიღო ნოდარ კუდუხაშვილმა და ნუ წინ კიდევ 3 რაუნდია, თუ თქვათ ვადაზე ადრე არ დასრულდა შეხვედრა. არ უნდა აღელდეს ჩემი აზრით კუდუხაშვილი. თავარი ეს. ძალიან კარგად ასრულებს ესე რომ ვთქვათ კუთხის რჩევად არიგებებს და თავის დავალებას ძალიან კარგად აკეთებს როგორც რამოდენიმე კარგი ფინალი მოკლე გაატარა, მაგრამ აი რამოდენიმე ესე რომ ვთქვათ ტექნიკურ ხარვეს თუ არ ჩავთვლით საბოლოო ჯამში ძალიან კარგი რაუნდები ჰქონდა ნოდარ კუდუხაშვილს. Not on the head, not on the head. Please, right. Okay, seconds out. Seconds out. Come on, thank you. Come on, blue corner. Obrigado. აი ნოდარ კუდუხაშვილი უკვე ვეღარ ითმეს ერთი სული აქ ბრძოლა დაიწყოს. Round 3. მესამე რაუნდიც დაიწყო. ნახოთ კიკებიო რა კარგი ჰედკიკი იყო, მაგრამ ბლოკში მიიღო და ისევ აბარა ძალიან კარგი ტეიქდაუნი, თუ აყენებს ისე უნდა წააქციოს. აი კარგად ეხა მანდერუკი ესე რომ ჩააცურა ბოინომ და ხელს უშლის ეს ნოდარს რომ წააქციოს ბოინო, მოატრიალა ბოინომ და ეხა თვითონ ცდილობს ტეიქდაუნის შესრულებას, მაგრამ არა უნდა აწიოს ხელები, უნდა აწიოს ნოდარმა. რას აკეთებს? ვერ ხვდები, რას აკეთებს? აი ყავა კუდუხაშვილი, რას აკეთებს? ვერ ხვდები. რატო აკეთებს ამ ყველაფერს? ვერ ხვდები. ესე რატო გაუჩერდა უბრალოდ? როგორ დაიღალა, მაგრამ ესე როგორ დაიღალა რომ ბოინო აგზელებს დარტყმების სერიას, მაგრამ კუდუხაშვილი დგას, მაგრამ რატო დგას ესე უბრალოდ? არც კი დარტყმასაც კი არ აფუნებს უკან. მე მგონი ჟონას ბოინო უახლოვდება ტიტულს. გამარჯვებას კი. აშკარა. ჟონას ბოინო ხდება ბრძოლის გამარჯვებული და კამარი მიდის ბრაზილიაში. აი ასე. ძალიან ბოინო მესამე რაუნდში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და კამარი წავიდა ბრაზილიაში. ძალიან მოულოდნელი მარცხი იყო, არ ვიცი ამას რა დავარქვა, უბრალოდ რა მოხდა ვერ მივხვდი ვაგო. მე პირადად როგორც ქართული გულშემატკივარი ძალიან გაბრაზებული ვარ. Please welcome to the ring. IFC Georgia President Gochas Bayan. იონას ბოინო წაიღო კამარი ბრაზილიაში 44 გამარჯვება კარიერაში. He turns around and that's it. That's finished. I don't wait until on the ground. Turn around and outside. არ ვიცი. აი ეს მესამე რაუნდის კადრებია და არ ვიცი Okay, blue corner, red corner. ასე მალე რა შეიცვალა მე. და თითქოს აი გაითიშა და გაითიშა, ვერ ხვდები, ან დარტყმა არ მიუღია ისეთად და Ladies and gentlemen, your referee judge, Marco Broison, stopped this contest at 1 minute and 19 seconds of round number 3. Your winner, by technical knockout due to punches,
and the new IFC light heavyweight champion, Charles Bonos Borhano. ორი რაუნდი სრული კონტროლი და მესამე რაუნდში მოგებული ბრძოლა. ცნაური მოგებული ბრძოლა.